მოგესალმებით მეგობრებო. ამ ვიდეოს წერ უფრო უსინათლოებისათვის, მაგრამ კედველებსაც ჩვეულებრივად შეიძლება გამოიყენონ ეს პარამეტრი, ასე ვთქვათ. შევდივართ настройкებში, ტელეფონის თავად настройкებში, ანუ параметрებში. აქ ვნახულობთ обслуживание устройства. Дисплей. Батарея. Дабла скроллаут. Темы. Главный экран. Экран блокировки. Безопасности конфиг. Локация. Экстренные ситуации. Учетные записи. Службы. Дополнительные функции. Использование устройства. Обслуживание устройства. Агер обслуживание устройства. ანუ ტელეფონის უზრუნველყოფა, ანუ მოწყობილობის უზრუნველყოფა, ესე ვთქვათ. შევდივართ აქ და ვნახულობთ ბატარეას, ანუ ელემენტს. შევდივართ აქ. და აქ ვნახულობთ შემდეგ რაღაც. აგრანაჩენია ფონავო რეჟიმი, ანუ ფონური რეჟიმის შეზღუდვა. ქართულად შეიძლება ეწეროს ფინური რეჟიმის შეზღუდვა, ანუ ფონური უნდა ეწეროს, მაგრამ შეცდომითაა და ფინური წერია. ამიტომ არ შეგეშალოთ. შევდივართ აქ. შემდეგ აგერ არ მიდის ავტომატურად ძილში, ანუ ყოველთვის გუძარი აპლიკაციები იქნება. შევდივართ აქ და აგერ ნახეთ აქ დამატებული მაქვს RH Voice. ანუ ამ RH Voice-თან ერთად შეგიძლიათ დაამატოთ Speak TTS, კაპიტანი, ანუ ეს უსინათლოხმოვანი პროგრამის სინთეზატორები. რადგან ტელეფონს აქვს ფუნქცია, რომ თიშავს ამ აპლიკაციებს და შემდეგ პრობლემა გვექნება ხოლმე ზოგადად უსინათლოებს. ამის გამო ჩართვა გამორთვა, სხვების შეწუხება, რომ აი გამეთიშა, ესე ქვია, გეხვეწები ჩამირთე და რაღაცა და. ანუ რო აღარ გავწვალდეთ. ამისათვის არის ეს პარამეტრი კარგი. შემდეგ აქ რო შევდივართ, როგორ უნდა დავამატოთ, აგერ მე დამატებული მაქვს RH Voice. მაგრამ ანუ როგორ უნდა დავამატოთ ახლა აგიხსნით. მაღლა მარჯვენა მხარეს კუთხისკენ არის другие параметры. მაგის მარცხნივ. აგერ добавление приложений, ანუ აპების დამატება. შევდივართ აქ. და აგერ ჩამოთვლილი არის ტელეფონში რაც აპლიკაციები გვაქვს, ესე ვთქვათ. შესაბამისად, აქ რომელიც გვინდა მოვნიშნავთ და შემდეგ დაბლა მარჯვენა მხარეს. აგერ დაბავით, ანუ დამატება. დააწვევით ამას და დაემატება აი აქ. თქვენს მიერ არჩეული აპლიკაცია. რის შემდეგაც იქნება ყოველთვის ჩართული და აღარ გაითიშება. ანუ ძალიან ბევრი უსინათლო მირეკავს ხოლმე, მეუბნება რომ აი გამეთიშა რაღაც და ყველას უსწორებ ხოლმე ეს. მაგრამ ვინც არ იცის, ანუ არ აქვს მნიშვნელობა უსინათლო იქნება თუ ხედველი, ვისაც სურს რომელიმე აპლიკაცია მუდმივ მუშაობაში იყოს, შეგიძლიათ დაამატოთ ამ პარამეტრს. მადლობა ყურადღებისთვის, ხოთ გამოიწეროთ და დაალაიქოთ ჩემი ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, რომელიც ნაჩვენები არის TikTok-ის პროფილში.